1985 წლიდან გორბაჩოვის მიერ გამოცხადებულმა პერესტროიკამ და საბჭოთა ეპოქის ნანგრევის შეუქცევადმა პროცესმა საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ფართო ასპარეზი მისცა. საქართველოს დედაქალაქში მარათონული მიტინგებისა და ეგრეთ წოდებული ორხელისუფლებიანობის პირობებში, როდესაც კომუნისტური მმართველობა უკვე სულ ზღაფავდა, შიდა ქართლსა და მის მთიანეთში აგრესიული ოსური სეპარატიზმი კიდევ უფრო გააქტიურდა. მას კი სტიმულს იგივე ხასიათის აფხაზური მოძრაობა აძლევდა. იქმნებოდა არაფორმალური სეპარატისტული საზოგადოებრივი პოლიტიკური ორგანიზაციები. შიდა ქართლში ადამიანი ხასი, ხოლო აფხაზეთში აიდგილარა, რომელთა მიზანიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და ეროვნებად შორისი შუღლის გაღვივება იყო. ეს რომ იყო პირდაპირ საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის დავალებით, ეს არის ცნობილი, მით უმეტეს ეს მერე ჩემთვის თქვათ ნათელი გახდა, როდესაც მე დავინიშნე საინფორმაციო საბაზრო სამსახურის თავმჯდომარე და მე ბევრ დოკუმენტებთან ესე ვთქვათ ხელი მიმიწვდებოდა. ეს იყო პირდაპირ საბჭოთა უშიშროების კომიტეტის ინსპირებით და დაკავშირებული იყო რასთან? რომ ვინაიდან საქართველოში აღორძინდა და გაძლიერდა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც ძირითადად მიმართული იყო კრემლის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ითხოვდა მოთხოვნა იყო დამოუკიდებლობა, აი ეს ბერკეტები ჩართეს იქ, ადამონ ნიხას იქ აიდგილარა, მათ მიცეს რაღაც რესურსი, რაღაც საშუალება მის და ასე ვთქვათ მოქმედების და ძირითადად მათ ესე ვთქვათ განწყობილება სულისკვეთება ეს იყო ანტიქართული სეპარატისტული. მათ შეძლეს კიდევაც ესე ვთქვათ გარკვეული მხარდაჭერის მოპოვება ოსური მოსახლეობის რაღაც ნაწილში. პირველი მასობრივი ანტიქართული აქციები ცხინვალში 1988 წლის 17 აპრილიდან დაიწყო. დამოუკიდებელი საქართველოს დროშებით კი შიდა ქართლში 1989 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მიზნით გამოჩნდნენ. ძირითადად ეს იყო გარშემო სოფლების მაცხოვრებლების და პირველ რიგში სოფელი ერედვის მაცხოვრებლების ინიციატივა. დასაბუთებად სქემები ახალგაზრდების მონაწილეობდნენ და მოხდა ესეთი აღლუმის ჩატარება მოინდომეს, პარადის ჩატარება, ჩავლა აპოსტოლის მიტინგის ჩატარება მოინდომეს. მამუკ არეშიძე მაშინ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიიდან ერთადერთი ჟურნალისტი გახლდათ, რომელიც ამ მოვლენებს აშუქებდა. მაშინ ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელით ამ მიტინგის დარბევით ქართულ-ოსურ ურთიერთობებში არსებული ნაპრალი კიდევ უფრო გაღრმავდა. მნიშვნელოვანი ის არის, ეს არ იყო ესე ოსი ახალგაზრდები ასეთი ფორმით. ეს იყო კომკავშირის აქტივი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა კომკავშირის აქტივში გადამწყვეტი რაოდენობა უბრალოდ ეთნიკური ოსები იყვნენ. ანუ რაც თბილისში მოხდა 25 თებერვალს, როცა პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან ეროვნული განწყობით და ეროვნული იდეით აღდგენებულ ახალგაზრდობას კომკავშირლები მიუსიეს, იგივე მოხდა ცხინვალში 1999 წლის 26 მაისს. ოღონდ ამას მიეცა ეთნიკური შეფერილობა. და საქმე ის არის, რომ აი ამ დარბევას ხელმძღვანელობდა ცხინვალის ქალაქომის მეორე მდივანი ეროვნებით ქართველი. ოღონდ ეს თავის პარტიულ დავალებას ასრულებდა. ხო, მაგრამ ხალხმა აღიქვა ეს როგორც ქართულ-ოსური დაპირისპირება. იქ არავინ არ დაღუპულა, ბუნებრივი არც განსაკუთრებით დაჭრილად სემატყეპა იყო, გამოყენებული იყო დროშების ტარები, თქვათ რაღაცა ხის მასალა, რომელიც ქუჩაში ან ქვევი, ასე შემდეგ. ამ ინციდენტის შემდეგ ადამონ მიხასის ხელმძღვანელმა ალან ჩოჩიევმა ქართულ მხარესთან მოლაპარაკება და ურთიერთობის გარკვევა მოითხოვა. მედიატორის როლი ქართულ ჟურნალისტს უნდა ეთამაშა. შუამავლად ისე ქართველები ჭერი მოვიდნენ. მაშინვე იყო იქ ადამიანები, ოსების და ქართველებით, რომელზეც აი ეს სიტუაცია ნამდვილად არ აწოვდა. წამიყვანეს შესახვედრად ჩოჩიევთანაც და კიდე იქ ორი ადამიანი იყო წარმომადგენელი ამ ესე ადამონ მიხასის, ეს იყო ალან პარასტაევი სტუდენტი, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ახსარ ჯიკაევი, იქ იყო ადგილობრივი მუსიკოსი, რომელსაც ორი ქართველი ყავდა სხვადასხვა შორის. ხო და იქ არ იყო აგრესიული ლაპარაკი. მათ მთხოვეს რომ აი ეს ყველაფერი გადამეღო, ესე ჩვენ დაგადამიღია ყველაფერი გადამეღო და ეს მეჩვენებინა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებისთვის, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისთვის
და მე მithხოვს მათთან შეხვედრა. იმ პერიოდში ადამონ მიხასის ლიდერს ალან ჩოჩიევს ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელთა სპეციალური სია ჰქონდა შედგენილი. თუმცა იქ ჩამოთვლილი ადამიანებიდან მასთან შეხვედრას არც ერთი არ დათანხმდა გარდა ერთისა. ერთადერთი კაცი იყო, რომელიც ნიკო იყო ჭავჭავაძე, რომელიც დამეთანხმა შეხვედრაზე, წამოუყვა კიდევაც შემდგომში ცხინვალში. მაგრამ აი ამ ვარმა, ეროვნული მოძრაობის ვარმა, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების განაპირობა აი ამ ნაპრალის უფრო გაღრმავება. ეხლა ასაკურიელი აქ უშიშროება იყო, რუსეთის KGB იყო ჩართული ამ საქმეში და ესე იოლოდ არ მოთავდებოდა ეს ამავე რა თუნდა ამას ლაპარაკი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შესაძლებელი იყო რაღაცა შეკვეციწება. Რაღაც ისე დაპირისპირების გარკვეულწილად мартва. Единственное, чем, собственно говоря, я могу быть удовлетворен в этом плане, это тем, что я очень часто предлагал моим друзьям собраться и обсудить, значит, вспомнить те времена, когда мы жили вместе. И если нам удастся найти хоть один момент, где мы когда-то конфликтовали, это был принципиальным спорным вопросом для нас, то давайте сегодня его разрешим. Но таких моментов в прошлом не было. Ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო რა? აი ახლა თვითკრიტიკულად რომ რამე მძიმე არ უნდა ქონოდა განწყობილება ალან ჩოჩიევებისა და სხვების მიმართ ისე რომ დღეს კოკოიტის მიმართ როგორია თქვენი განწყობილება ხო? ხო რამე ახლა გიკვირთ ჩოჩი კოკოიტა ადვილად ჩახვათ სალაპარაკოთ. მე მისმის ეს ხო? მაგრამ ხო ხედავთ პოლიტიკა რა არის? აი ჩვენ იმიტომ ვიყავით მაინც ბოლომდე ესე იგი აღარ ვიყავით მომზადებული ამ დიდი პოლიტიკური პროცესებისათვის აქ რომ აი ეს კომპლექსები რო გაქვს აი როგორ ჩავე როგორ დაվել ეს უნდა გადაგველახოთ ჩვენსგან საჭირო იყო მეტი კონტაქტი მეტი ჩასვლა მეტი ურთიერთობა ჩამოყვანა აი გესმით რა არის ეს კომპლექსები ყოველთვის უნდა გადაილახოს მდგომარეობაში და ქართლში სულ უფრო იძაბებოდა ქართველებსა და ოსებს შორის ეროვნული შუღლის გაღვივებისათვის ადგილობრივი მოსახლეობა ცეკას იმჟამინდელ მდივანს გივი გუმბარიძეს ადამონ მიხასის ლიდერთა დაპატიმრებასა და რეგიონში წესრიგის აღდგენას თხოვდა. ქალაქ ცხინვალში მცხოვრები ქართული მოსახლეობა აღშფოთებას გამოუთქვამთ იმ მრავალრიცხოვანი არასანქცირებული მიტინგების გამო, რომელზედაც ისმის ანტიქართული ხასიათის მოწოდებები. იგზალება ქართული ენა. ისმის მოწოდებები ამ ტერიტორიის ჩრდილოეთ ოსეთიდან შეერთებისა, ქართველების წინააღმდეგ შეერაგებული ბრძოლისა. თეატრალურ მოედანზე გამართულ ერთ-ერთ მიტინგზე მოსკოვიდან ახლად დაბრუნებულმა ადამონ მიხასის თავმჯდომარემ ალან ჩოჩიევმა განაცხადა: ჩვენ რეპრესირებული ხალხი ვართ, რამდენადაც ჩვენი მამული ორად გაგვიყვეს. არის რეალური შესაძლებლობა ჩვენი გაერთიანებისა. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ არა ავტონომიური რესპუბლიკის, არამედ პირდაპირ მოკავშირე რესპუბლიკის უფლებები. სამოჭაბლოსა და ქსნის ხეობაში თანდათან იდევნება ქართული ენა. არც ერთ დაწესებულებას, კინოთეატრს, მაღაზიას არ აქვს ქართული სახელი. ყველა არის ოსურად მონათლული. მრავალრიცხოვან მიტინგებზე ანტიქართული მოძრაობის ლიდერები აძლევენ თავიანთ ხალხს არასწორ ინფორმაციას ქართველი და ოსი ხალხის შესახებ. მთელი ქართველი მოსახლეობის სახელით მოვითხოვთ დაისაჯონ ადამონ მიხასის ლიდერები. ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ისტორიულ სამოჭაბლოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ქართული. დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს, ქსნის ხეობებში ჩამოასახლონ სტიქიით დაზარალებული აჭარელი და სხვა ოჯახები. თანამდებობის პირები შერჩეული იქნას ოლქში ეროვნებათა პროცენტული შემადგენლობის მიხედვით. შექმნილი ვითარების გამო გივი გუმბარიძეს პასუხს თხოვდა ეროვნული მოძრაობის ლიდერის ვიად გამსახურდია და უკვე იდეოლოგიური თუ შეიარაღებული დივერსიისაგან შეწუხებული შიდა ქართლის მოსახლეობა, რომელიც გამოსავალს დედაქალაქში, ცეკას შენობაში ეძებდა. დღემდე სამხრეთ ოსეთს რატო უძახით იმას? თქვენი ოფიციალური თქვენს ოფიციალურ სპექტაკლში რატო ვაწოდებ არა ბატონო რატო ვაწოდებ სამხრეთ osets ამას ოფიციალურ ენაზე რატომ არ გამოხატოთ პოზიციას რომ ეს არის უკანონო რომ ეს არის ხო შეგვიძლია ანტიქართული ქმედება არის შექმნილი და გაუქმდა ჩვენ დეპუტაციის ის იყო სირბილი და ის იყო სირბილი და ასეთი ბრალდება აი ის იყო ზუსტად აი ეს იყო დიდი სცენა გათამაშება აი ეს ხო ამისთვის არის გადაიჭრა აქეთ მოუშვი
შვილი. აი ეს არის სპეციალური. აი გადაიღეთ შეფასება ჩვენი აი თქვენ არ გაინტერესებთ. გადაიღეთ ეს სამისთვის კეთდება თქვენი სიმართლით გაგიმარჯვეთ საქართველოს წინაშე მე ჩემი სიმართლით. 9 აპრილის ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე 1999 წლის 4 აპრილს პრესაში ადამონ მიხასის ლიდერის ალან ჩოჩიევის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ის 18 აპრილის უდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის ცნობილ თავყრილობას საქართველოსთან გამოყოფის საქმეში მორალურ მხარდაჭერას უცხადებდა. ადამონ მიხასისა და მისი იდეოლოგების საქმიანობას, რომელნიც თანდათან ლოზუნგებიდან შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებასაც ახდენდნენ, სასტიკად გნობდა როგორც ქართული ეროვნული მოძრაობა და ინტელიგენცია, ისე შიდა ქართლში მცხოვრები ქართულ-ოსური მოსახლეობაც. ასევე ერთ-ერთი გავლენიანი ოსი გენერალი კიმ ცაგოლოვი. И в этом отношении Адамон Михайлович сыграл определенную негативную роль, потому что эта идея овладела определенной частью населения. Они, может быть, и не понимали, значит, все последствия такой идеи. Но руководители Адамона Михайловича должны были понимать, если они выходят на гребень общественной волны. В этом письме, Чочиевском письме, где братья грузины взяты в кавычках, это мне все говорят, значит, грузинская сторона. Если в кавычках, тогда мы не братья. Так в письме Чочиева пишет сам. Для большого дела, если надо даже извиниться, то надо извиниться за эти кавычки. Думаю, что в данном случае извинения не унижали бы его, а наоборот поднимали. Понимаете, слабый человек никогда не извиняет. Извиняется сильный человек. კიმ ცაგოლოვი იყო ნამდვილი გენერალი საბჭოთა არმიის, ის იყო გრუს, ესე ვთქვათ, კადრი, ის იყო ავღანეთში მანამდე იყო რეზიდენტი გრუსი, ძალიან სერიოზული წარმოშობით ოსი, ოღონდ ჩრდილოოსი. ეხლა ის გამოგზავნილი იყო მოსკოვიდან იმისთვის, რომ რაღაცნაირად სიტუაციას დაკვირვებოდა და პროცესები ემართა, როგორც სამხედრო პირს. ამბობდა, რომ ეს არის სამშვიდობო, ესე იგი, კავშირი, სამშვიდობო პროცესისთვის ჩამოსული. ჩვენ მას მოვახერხეთ მასთან კონტაქტის დამყარება, დიდი ინტერვიუ ჩაწერა და მე უკვე მასთან ერთად დავდიოდით იმ დღის განმავლობაში მთელი ამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, მათ შორის ჯავაში. მე ვიყავ ერთადერთი და ბოლო ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ჯავაში იყო, ეს არის 1999 წლიდან 90 წლის, ესე იგი ეს დღეები. საქართველოს კონდა ერთი თვისება, სხვათა შორის ვერ დაუკარგო. ეს გულადი კაცი იყო. მას არ ეშინოდა მის არც ქართულ პოსტებზე, ნუ ოსო პოსტებზე თავისთავად. და ესე იგი თქვათ ლაპარაკის დიპლომატიური ნიჭიც ჰქონდა და მართლა ჩვენც ყოველ შემთხვევაში ისწავლებდა რომ სიტუაცია არ დაძაბულიყო და განემუხტა. ეს საქართველოს ტერიტორია, საქართველოს მიწა-წყალია. და მე მაგალითად მე პირადად არავთული, ესე იგი, სულ სხვა ეროვნების კაცად მე ჩემ თავს არავთული. რომ ცხოვრობ აქ არც მიგრძნია, არც უგრძნობებია ჩემთვის, ვის მესა რომ შენ სხვა ეროვნების კაცი ხარ და ჩვენ მიწა-წყალზე და რაღაცა. და ეს რა საზოგადოებაც არ უნდა ჩამოყალიბდეს, მე ერთადერთი მწამს საქართველოს სიყვარული. ასე უნდა იყოს სულყოლანი, ყველა ჩვენთაგანი, ყველა თქვენთაგანი, რაშია საქმე კაცო, რატო უნდა იყოს ჩვენში ესეთი დახეთქილება კაცო. მე როგორ შვილზე ვიზე გავილაშქრო დღესდღეობით კაცო მეტირება. მოყურებზე გავილაშქრო, სიძეებზე გავილაშქრო, დიშვილებზე გავილაშქრო, ვიზე გავილა დაუშვა თოფი მოცა ვიღაცამ რო წადი და იბრძოლა. ვის ვებრძოლო? შიდა ქართლში მიმდინარე აგრესიული ანტიქართული პროცესებიდან გამომდინარე 1999 წლის 15 აგვისტოს საქართველოს პარტიულმა ხელმძღვანელობამ ქართული ენის გაფართოებული სწავლების სახელმწიფო პროგრამა მიიღო, რამაც ცხინვალის რეგიონში სეპარატისტთა აღშფოთება და ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა გამოიწვია. Мы совершенно согласны с тем, что Грузия, значит, направлена по пути оформления своего суверенного права. Без сомнения. Но мы должны ясно знать место осетин в этом правом государстве, понимаете? Они должны быть закреплены конституционно. И здесь разговаривать о том, что если осетины попросили, например, каким-то образом закрепить свой язык, как вот Зеленский это отметил, то здесь ведь ничего страшного нет. Вопрос к русскому языку у нас такой же, как, собственно говоря, по всему Союзу. Он не является языком межнационального общения. У нас сложилось, мы не можем, скажем, за неделю, 2 или за месяц поменять сложившуюся систему
К сожалению, естественно. ეს რასაც ქართული ენის პროგრამა ქვია, ოსურ ენას არანაირად არ ამცირებდა. შემდგომში სეპარატისტების ხელმძღვანელობამ ეს თემა ჩააჩუჩა, იმიტომ რომ ამ თემას ვერ იგებდნენ ჩრდილოოსები. ამაშია საქმე, იმიტომ რომ ამის გამო, ესე ვთქვათ, გაღიზიანებას ვერ ხდებოდა, რატო გიზიანდებოდა ამის გამო სამხატვრო საზოგადოება, ჩრდილოოსები ვერ ხდებოდნენ და ამდენად არ ესმოდათ, ესე ვთქვათ, ხარდაჭერას ვერ გამოხატავდნენ აქტიურად სამხატვროსებისა. ერთ თვეში ადამ მიხასმა ამ აქციას ოსური ენის პროგრამის შექმნით უპასუხა და 26 სექტემბერს ოლქის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე ოსური ენა საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინების გარეშე ოლქის სახელმწიფო ენად გამოაცხადა. სხვა სეპარატისტულ ზრახვებთან ერთად კვლავ აქტუალური იყო ოსური და რუსული ორენოვნების საკითხიც. საქართველოს კონსტიტუციის 75 ქართული არის სახელმწიფო ენა, მაგრამ დღემდე ჩვენთან ეს მუხლი არ მოქმედებს. Раз грузинский язык является по конституции грузинского языка государственным, то в принципе он автоматически является он и на территории Южной Осетии. Но то, что мы его на нашей сессии не зафиксировали, этим просто мы хотели подчеркнуть только тот факт, что именно осетинский язык нуждается в государственной защите. ეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიის партიის დეპუტატის ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრები პროფესორ ტახოვის გამოსვლა. საქართველოს პარტიულ ხელმძღვანელობას შიდა ქართლში მიმდინარე ანტიქართულ პროცესებზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო. ვითარების განსამუხტავად სამართალდამცავი და შინაგანი ჯარის გამოყენება მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ხელდასმით იყო შესაძლებელი. 1989 წლის 8 ნოემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიამ მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის შემსწავლელი კომისიის შექმნა მოახერხა. С чего началось это изыскание голоса? Нет, ну если мы затронем политическую сторону, то здесь все началось с того, что были, так сказать, этнопланы, единая Грузия и тому подобное. И здесь, так сказать, формула снятия автономии занимала одно из передовых мест вот в этой программе развития республики. И каким-то образом надо было югославскую проблему тоже решать. Но если мы говорим о политике, то есть очень много средств и очень много способов, как это сделать. Значит, одно из средств было разделение области по межнациональному признаку. Надо было найти третью силу в борьбе, которой надо было вклиниться в нашу область и разжечь этот конфликт, создать хаос. И потом здесь уже действует, и так и случилось, мы сегодня видим, что здесь вот эти силы, которые разожгли вот все это, создали здесь вот такое непонятное с политической точки зрения положение и занимаются... Как вы думаете, кто это третья сила? Ну, я не знаю, здесь очень модно сегодня произносить третью силу, но я единственное хочу сказать, что то, что происходит сегодня в Югосетии, это уже не политика. Оно вышло из-под контроля. შიდა ქართლში ეთნიკური დაპირისპირების ფარული პროცესი სულ უფრო ხილული ხდებოდა. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ სახელმწიფოებრივი წნეხის შესუსტების მომენტიდან ორივე მხარეს არაფორმალურ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად შეიარაღებული ფორმირებები ყალიბდებოდა. იარაღდებოდა მოსახლეობაც, რომელსაც ერთი და იგივე წყარო ამარაგებდა. იარაღი ჯერეთი ჩვენგან არ გადიოდა, ჩვენ იარაღზე კონტროლი ჰქონდა დაწესებული, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ იარაღს შენილებდნენ, ყიდულობდნენ ეს კრიმინალები, ყიდულობდნენ საიდან? აი 1000-ში დავაყენე მე საკითხი, რომ საქართველოში თბილისის სამხედრო საოლქო ჯარების სარდლობა უკვე შეიგრენ კრიმინალებთან და ყიდნენ იარაღს. ის აღვივებდა ზუსტად მაგ კონფლიქტებს. ზუსტად გამღვივებელი იყო მაგ კონფლიქტების. იმ ორი პოლკისაგან ვიღებდით ჩვენც, მეორე მხარეს იარაღს. ზოგჯერ ყიდულობდით, ზოგჯერ ვართმევდით, ზოგჯერ ჩუქნიდნენ. ზოგჯერ ობოთ არახში გვიცვლიდნენ. რუკებს გვაძლევდნენ 10 ტენილს მაგალითად, რუკაზე რო გზა ხატია და 20 კილომეტრის იქით რო არის გზა. და იმ 10 ტენილი მიმართულებები გვატარებდნენ ერთმანეთის დასაპირისპირებლად. ეს რუსული კონფლიქტია. ეს კარგად დაგეგმილი სწორი კონფლიქტია იმათთვის. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საბჭოთა ქართული მილიცია და შინაგანი ჯარი თავის გავლენას დღითიდღე კარგავდა. და ქვეყნისა და მოსახლეობის თავდაცვის ფუნქცია ნელ-ნელა ჯგუფურ პარტიულ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში გადადიოდა. ამ პროცესის ნეგატიური შედეგი განსაკუთრებული სიცხადით 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. თუმცა იქამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო და მაგალითად მხედრიონი უპრობლემოდ თანამშრომლობდა. იყო პატიოსანი ბიჭები,
რომელიც ესე იგი სული და გულით იყო მოწოდებული, რომ დაეცვა თავიანთი ხალხი, იგივე ქართველი ხალხი, ქართველი მოსახლეობა ცხინვალსა და მის გარშემო რაიონებში. იმიტომ რომ ხშირი იყო თავდასხმები რუსეთის მხრიდან, გატაცებები ჰქონდა ადგილი მოსახლეობისას, გარდამისა იტაცებდნენ მოსავალს ართმევდნენ, ცხოველებს იტაცებდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთი თავდასხმებისაგან ეს ბიჭები იცავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ჩვენ რატომ არ ეხმარებოდით ამას ხალხი თუ კი ასეთი პატრიოტებად ჩაიდებდნენ. ეს არ იყო დასაშვები, კანონით დაშვებული არ იყო, ეს უკანონო ფორმირებები იყო ყველაფერი. მაგრამ მისი კონტროლი და ძლიერი იყო, მოიხსენებათ, როდესაც ესე გავლენა იწყება სახელმწიფოში და მარადიორობა და ეს ყველაფერი მოდიდება ძალიან ძლიერი აკონტროლო სიტუაცია და ყველას ვეღარ უძლებდით, ჩვენ და არ შეგვეძლო ყველა გეკონტროლებინა. ამიტომ ვცდილობთ, რომ ამ ასეთ ორგანიზაციებს სათავეში ჩაერთვება და ბოლოს და ბოლოს პატრიოტი ბიჭები, პატრიოტი ქართველები და ჩვენს მათგანში არ იყავით. მილიცია დაბნეული იყო მაგ პერიოდში. ვის ემსახურებოდა ვერ გაიგო. განა იქ ვაჟკაცები არ იყვნენ, როგორ არ იყვნენ. ისინი თვითონ მონაწილეობდნენ, თითოეული. ხან ჩვენთან მონაწილეობდნენ, ხან ჯართან მონაწილეობდნენ. სადაც რა იყო, იქ მონაწილეობდნენ, ვაჟკაცები იყვნენ. მაგრამ დაბნეულები იყვნენ, ბრძანებას შეჩვეული ხალხია. ესენი არიან რასაც ეტყვის უნდა გააკეთოს. ეს ხო არ იღებს თვითონ გადაწყვეტილებას. თავისუფალი ორგანიზაცია არ არის და ღმერთმა არ აქვს პოლიცია თავისუფალებას. მალე ეს ვითარება ზოგიერთმა დაჯგუფებამ ბოროტად გამოიყენა. სეპარატისტულ ლოზუნგებთან ერთად ვითარება კრიტიკულ ზღვრამდე სწორედ სახელდახელოდ შექმნილმა უკონტროლო შეიარაღებული ბანდების მიერ ჩადენილმა საყოფაცხოვრებო და კრიმინალურმა დანაშაულმა მიიყვანა. რადგან იმ პერიოდში ნებისმიერი ქურდობა თუ ყაჩაღობა ეთნიკური დაპირისპირების ხასიათს იძენდა. Здесь в чем опасность? Средний человек, обычный человек, ему трудно определить, является ли он представителем, предположим, какой-то группировки, организации, которая, например, что-то делает из каких-то идейных соображений, предположим, или это является какой-то мародер. Есть наркоманы, есть люди психически неустойчивые. Когда он видит вот такой ажиотаж, если в его в руках вдруг попадет оружие, вы понимаете, если у него будет в руках автомат, от которого будет открещиваться любой здравомыслящий человек, он может просто-напросто натворить, зайти в село, и вы понимаете, что может произойти. ეთნიკური სარჩული არ ქონდა არაფერს საკმაყოფილებლად, მაგრამ ამას აღიარებდნენ შემდგომში ძალიან მეტად სეპარატისტები, ამას აღიარებდნენ არაფორმალური ორგანიზაციები, რომლებიც ყალიბდებოდა პარალელურად ამ ჩამოყალიბებული როგორც ადამიანის ხასისთან, ასევე ჩვენ ეროვნულ მოძრაობასთან ერთად ყალიბდებოდა არაფორმალური ორგანიზაციები, რომლებიც იარაღს ატარებდნენ და თვითონ დახმარების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩადიოდნენ და ავიწრებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, როს მოსახლეობას, ასევე ოსი მოსახლეობა გამოდიოდა სეპარატისტების ხელმძღვანელობით, შეერაღებულები და ისინი ავიწრებდნენ ქართულ მოსახლეობას. აქედან დაიწყო უკვე დაპირისპირება. ეთნიკურ ნიადაგზე არც ერთი კონფლიქტი არ არის. აქ ძირითადად არის სისხლის სამართლის დანაშაულებები, მოპარვა, გაქურდვა, დაშინება, მკვლელობა, მცდელობა მკვლელობის, ავტომობილის გატაცება, რომელიც შემდგომში ინათლებოდა როგორც ეთნიკურ სარჩულზე შეხლა-შემოხლა. თუმცა საპირისპირო სადასტურებს ის საქმეები, რომელიც ჩვენ არქივში არის დაცული. უკონტროლო, როგორც ქართული იყო, ისე ოსური იყო რა. იყო შერეულიც. ქართულიც და ოსურიც, მანქანებს იპარავდნენ მაგალითად მე ყიდიდნენ ერთად. ქართულიც იყო და ოსურიც. ის ყაჩაღს სახელი არ აქვს. იმას ეროვნება არ აქვს ბოდიში. ეროვნება არ აქვს. ის ჩვეულებრივად ეგეთი მორალის მატარებელია. იმ პერიოდში ეროვნებად შორისი შუღლის გაღვივებისათვის საკმაოდ აქტუალური იყო იდეოლოგიური დივერსიის ხერხი. ვრცელდებოდა 1000 გვარი ჭორი ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ სხვადასხვა მკვლელობებთან დაკავშირებით. მორიგი ასეთი დეზინფორმაცია აკვანში ჩვილი ბავშვის მოკლასთან დაკავშირებით გავრცელდა, რამაც მაშინ მთელი საქართველოს შეძრა. სრულიად საშინელი ფაქტის წინაშე დავდექით ერთ დღეს, როდესაც ეხლანდელი პარლამენტის შენობის წინ, მაშინ მთავრობის შენობა იყო ისა, დაიდგა აკვანი, სისხლიანი აკვანი და ითქვა, რომ აკუნის ბავშვი სეპარატისტმა ოსებმა განზრახ მოკლეს. ამან გადარია სრულიად საქართველო, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს მთლად ასე იყო. თვალშორის ბევრი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე ასეთ ფაქტებს სათავისოდ იყენებდა.
ესე იგი ეს ფაქტები არ იყო ეთნიკური დაპირისპირებას გამო მომხდარი ფაქტი. და მაგრამ სათავისოდ იყენებდა და მთელ საქართველოს ფეხზე აყენებდა. ახლა არ მინდა ისინი დავასახელოს. ის ბავშვი დაიღუპა ავადმყოფობით. და პროვოკატორებმა ჩამოიტანეს ამბავი, რომ მოკლეს, ვითომ დაესხნენ ოსი მოსახლეობა და მათმა მოკლეს ეს ბავშვი. ამას მოყვა ასეთ პროვოკაციებს აწყობდნენ ძალიან ბევრს და თავიდან ძლიერს გამოდიოდნენ გომარებიდან. უკვე 10 ნოემბრისათვის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აქტიური ჩარევის შედეგად ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესიაზე კატეგორიულად დაისვა შიდა ქართლში ანტიქართული მოძრაობისა და კრიმინალების აღკვეთის საკითხი. მიმდინარეობდა შიდა კულუარული მოლაპარაკებებიც ადამონ მიხასსა და ადგილობრივ შეიარაღებულ ორგანიზაციებთან, რომელნიც ოს ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ცხოვრებრივი ასეთი ალიკა ცხოვრებრივი. ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მისი ჯერავდა ყველას, ოს ხალხს განსაკუთრებით. ის რასაც იტყოდა, ეს კანონი იყო მათთვის. აი სწორედ ამიტომ ჩვენ დავუკავშირდა მოძრაობისთან აი ურთიერთობა მქონდა, მის საშუალებით გავიცანი მისი ძმა ზალიკა და დავამყარეთ ძალიან კავშირი და კარგი კავშირი მათთან და ვარეგულირებდით ამ სიტუაციას. თუ სადმე გამოჩნდებოდნენ ჩვენი შეიარაღებული რაზმები ოსეთში, მაშინ ისინი უპირისპირდებოდნენ შეიარაღებული რაზმებით. ზალიკა ცხოვრებები აკეთებდა ამ ორგანიზაციას. ამიტომ საჭირო იყო მათი განმუხტვა. აქედან ჩვენ ვერავდით, იქიდან ის ერეოდა და ყველანაირად ცდილობთ რა დაგვრილიყო. მაგრამ ყველაზე მეტი დაიძაბა სიტუაცია 23 ნოემბერს, როდესაც გადაწყვეტა ჩატარებული იყო დიდი მიტინგი ცხინვალში. ქართულოსური მოსახლეობის დიდი ნაწილი საინფორმაციო ვაკუუმში რჩებოდა და ბოლომდე ვერ გარკვეული იყო ისედაც გუნდოვან ახალ პოლიტიკურ თამაშებში. ამდენად მათი უმრავლესობა სეპარატიზმის იდეოლოგთა ტყვეობაში იყო და გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ საქართველოს ეროვნული მოძრაობის მიზანი მათი ქვეყნიდან გასახლება იყო. ვრცელდება ხმები, თითქოს ეს ყოველივე მიზნად ისახავს რუსების, სომხების, აზერბაიჯანელების და სხვა ერების გაძევებას საქართველოდან. ვითომაც ეს ახალგაზრდები შიმშილობენ იმის გამო, რომ გააძევონ უცხოელები საქართველოდან. ეს არის სიცრუე, ეს არის დეზინფორმაცია. მეგობრებო, ჩვენ ნამდვილად საქართველოს დამოუკიდებელი რომ გახდეს, ვერც გენოციდს მოუწყობთ უცხო ტომის წარმომადგენლებს. ეს ჩვენ არ გვეკადრება, ჩვენს ქრისტიანობას არ ეკადრება. ჩვენ ვერც გავასახლებთ საქართველოს ტერიტორიიდან და ვერც აუგზავნებთ საკუთარ ენაზე ლაპარაკს. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ენა და უნდა მეტყველებდნენ საკუთარ ენაზე, მაგრამ კეთილი ინებონ და ისწავლონ ქართული და საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ მხოლოდ ამ გზით. Мы видели еще простой народ, так сказать, который там есть. Он очень тоже напуган. То есть не только с осетинской стороны население очень напугано, но и с грузинской стороны тоже. Вот у них такое ощущение, что раз вот пикет где-то осетинский есть, сейчас, сказать, его сняли, его нет сейчас. Грузинские остались, а осетинские пикеты все сняты. То у них тоже такое ощущение, что они собираются нападать. Вот этот баланс какого-то взаимного страха вызывает вот какую-то компенсацию. Компенсацию в виде какой-то агрессивности, в виде лихорадочных вот усилий вооружиться, призвать на помощь кого-то. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ ქონა არავითარი საშუალება რაღაც თავისუფალი მედიის მეშვეობით ხმა მიგვეწვდინა ჩვენი ძმები ოსებისათვის, ხო? ერთი ტელევიზია არსებობდა კომუნისტების პერიოდში, ხო? მიუხედავად ამისა, ჩვენი შეცდომა სწორედ ამაში იყო და ეგ მართებს ჩვენი თავის ძალიან სერიოზული კრიტიკა, ჩვენ გვმართებდა აი ესეთი პირადი კონტაქტებით მეტი და მეტი შეხვედრები, მეტი და მეტი მუშაობა, მეტი და მეტი განმარტებითი, ესე რომ ვთქვათ, სამუშაოს ჩატარება, რომ ჩვენ სამტროდ კი არა ვართ განწყობილი. ჩვენ პირიქით უყურებთ ესე, რომ ქართველებმა, ოსებმა, ყველასვებმა ერთად უნდა ავაშენოთ მომავალი დამოუკიდებელი სახალხო. მე მინდა გითხრათ, მათ შორის პროკლამაციები, რომელსაც ჩვენ ვახერხებდით, გავრცელებულიყო ცხინვალში და ძალიან დიდი რაოდენობით ამას ვახერხებდით. იქ სულ ესეთი მიმართვები იყო, ოსი ძმებისადმი. მოდი, იქ მხოლოდ პოზიტივი იყო. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ეხლა რამხელა ნაკადი მოდიოდა, ესე ვთქვათ, საპირისპირო პროპაგანდის რუსების მხრიდან. ამიტომ ნელ-ნელა იქაური, რა თქმა უნდა, მოსახლეობა მთლიანად მოინუსხა, მოექცა აი ამ ესე ვთქვათ, ტყვეობაში. მუდმივად და ყოველდღე უდებდნენ თავში აზრს, რომ ესენი არიან ვიღაც გამსახურდია, წერეთელი, ბათიაშვილი, ჭანტო, ესენი არიან ექსტრემისტი ბანდიტები, რომლებსაც სურთ, ესე იგი, იქ წაართვან მათ
მიწაწყალი. აი ესე დაიძაბა სიტუაცია, რა ეს იყო მართული პროცესი. ამავე პერიოდში როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ისე საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობა ვითარების განმუხტვის გზებზე ერთობლივად მსჯელობდა. მონაპარაკებათა პროცესში ჩართული იყო ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში დაკანონებული შეიარაღებული ორგანიზაცია მხედრიონი და მისი ლიდერი ჯაბა იოსელიანი. ჩვენ ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ერთად ვიკრიბებოდით ჩვენთან კაბინეტში, ან მათთან ერთად ვიკრიბებოდით სხვა ადგილას. და საკითხები როდესაც წდებოდა საკითხი რაც დაკავშირებული ეროვნულ კონფლიქტებთან, უნდა გადაგვეწყდა და ერთიანი გადაწყვეტილება რა იმის შეცდომა არ მოხსნოდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, ზვიად გამსახურდია იყო, მე ირაკლი, მე ვიყავი, მეგონი გია იყო ჭარტუ, ბევრი ვიყავით, მეგონი ჯაბაც შეიძლება იყო, არ მახსოვს რა მე ზუსტად, გორგოძესთან კაბინეტში. აი ეს მახსოვს ერთი შეხვედრა ქონდა. შოთა გორგოძე კი ამბობდა, რომ მოსალოდნელია პროვოკაცია, მოსალოდნელი იქ არის, იქ სპეციალურად ზაბავე სიტუაციას შეტაკება არ მოხდეს და ჩვენ ზუსტად იმიტომაც შევხვდით იმას, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, რომ აგვეცილებინა თავიდან კონფლიქტი, აგვეცილებინა ნებისმიერი შესაძლებლობა სისხლის ზღვრის პროვოკაციის, სწორედ ამიტომ ესე ვთქვათ, ამაზე ვსჯელობდით. ამ დროს საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და ეროვნულ მოძრაობაში იდგა საკითხი, რომ ნოემბრის შუა რიცხვებისათვის ქართველი და ოსი ხალხის მეგობრობისა და ერთობის ეგიდით ვითარების განსამუხტავად ცხინვალის მიმართულებით ფართომასშტაბიანი მსვლელობა, ხოლო მთავარ მოედანზე მიტინგი უნდა გამართულიყო. ამ აქციის შესახებ ინფორმაციას ადამონ მიხასის წარმომადგენლებიც ფლობდნენ და თავიანთი არგუმენტირებული პოზიციაც ჰქონდათ. მე პირადად ჩავედი პედაგოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან, მოვიწვიეთ იქ ადამონ მიხასის ხელმძღვანელობა, ჩოჩიევი, გაზები და სხვები, ვისაუბრეთ, განვიმარტეთ ჩვენი პოზიციები, იმათაც თანათა პოზიციები განვიმარტეთ და მივედით იქამდე, რომ მოსიდა ქართველი ხალხი ბოლოს და ბოლოს ერთად უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ და რაიმენტო სამტრო და სიცოცხლე არ მომივიდეს. დამიჯერეს. მაშინ თქვა თუ ასია და თქვენი ამას იზიარებთ ამ ჩვენას, წამოგზავნით დღესვე ჩვენთან ერთად, ჩავიდეთ თბილისში, გამოვიდეთ ტელევიზიაში და მიმართეთ ოს ხალხს, ქართველ ხალხს ჩვენი იზმებისა და მეგობრობის აუცილებლობის შესახებ. დამიჯერეს თვითონ ჩოჩიევი არა, ჩოჩიევი სხვათა შორის იმ დღესვე დაიმალა, აღარ მოგეკარა მეორივე ტელევიზიაში გამოსვლა თუ რა იყო არ ვიცი და წამოხვა გაზეევის სკოლის დირექტორი იყო გაზეევი. ის მური პედაგოგი სამპირონება ჩამოუყარა თბილისში, ძალიან კარგად ილაპარაკეს სხვათა შორის რუსულ ენაზე გამოვიდნენ, ქართულ ნაკლებად იცოდნენ, მაგრამ გამოვიდნენ ძალიან კარგად. ხოლო ჩვენი ხალხის შორის მეგობრობის შესახებ ვისაუბრეთ და ამის აუცილებლობის შესახებ და ისიც ითხოვეს, რომ გვაცადეთ ერთი თვე ჩვენ ამ მიტინგს თვითონ მოგიმზადებთ, იქ ადგილობრივ ხალხს შევამზადებთ, ვინაიდან დღეს ისეთი ვითარება იქ, რომ ყველას გონია თუ მიტინგზე ჩამოვა ქართველები, ჩამოდიან შეარაღებული და ჩვენ გასადენად და ჩვენ დასახულცად მოდიან. ასეთი ინფორმაცია გააჩნიათ ადგილობრივ მოსახლეობას. ეროვნული ძალების მხრიდან ცხინვალის მიმართულებით ფართომასშტაბიანი მსვლელობის მოწყობას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება და ნაწილობრივ მხედრიონი ჯაბა იოსელიანის მეთაურობით. ჭანტურია იყო საერთოდ მსვლელობის მოწყობის წინააღმდეგ. ამბობდა, რომ აი მაინც ეჭობდა, რომ ეს რამე კონფლიქტში არ გადაიჭირა. თუ ყველანი ზვიადი წერეთელი მე ვიყავით იმაზე, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ამ მშვიდობიანი მანიფესტაციის მოწყობა ცხინვალში, თუ ჩვენ დარწმუნებული ვიქნებოდეთ, დავინახავდით, რომ იქ ესე იგი ავირიდებდით თავს ყველანაირი პროვოკაციისაგან. სვლელობის კონფლიქტში გადაზრდას ეჭვობდა შინაგან საქმეთა მინისტრიც, რომელიც ცხინვალის რეგიონში უკვე შეიარაღებული მოსახლეობისა და კრიმინალთა არსებობის გამო ეროვნული მოძრაობის დანარჩენ ლიდერებს აქციის გადადებას თავაზობდა. გამიმართა მათ შეჭრებაზე არ შეიძლება ახლა ჩავსო და გადავიდეს მიტინგი. მათმა მითხრეს, რომ ჩვენ ველოდებით გუმბარიძისა და ჭითანაოს გადაწყვეტილებას. მოგახსენებათ გუმბარიძე ცენტრალურ კომიტეტის პირველი მდივანი გახდათ მაშინ და ჭითანავა ბატონი გახდათ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. ეს სწორედ დაემთხვა იმას, რომ ვინაიდან ცხინვალში გაძლიერდა ძალიან ეს სეპარატიზმი, ადამონ მიხასი ყველანაირ ესე ვთქვათ ზღვარს გადავიდა, მე ეს მიმართვა გააკეთეს, რომ გვინდა უკვე ეს ვიყოთ რესპუბლიკა ფაქტიურად და ასე შემდეგ. აშკარა იყო საიდკენ მიდიოდა ეს ყველაფერი. ამას მოყვა აქ აგორება, ესე ვთქვათ, რაღაც მღელვარება ძალიან სერიოზული. და მაშინ სპორტის სასახლეში მიდიოდა საოკუპაციო ჯარში
გაწყების ბოიკოტის აქცია. გადავწყვიტეთ ჩვენ შევიკრიბეთ ზვიადის უყველა ჩვენ რომ მოგოწყო წმინდა წყლის მშვიდობიანი მანიფესტო. ცხინვალი არის საქართველოს მიწაწყალი, ოსები არიან ჩვენი ძმები. ერთად უნდა ავაშენოთ ეს დამოუკიდებელი ქვეყანა. მტერი ერთი ყავს. ისინი შეცდომაში შეყავთ იგივე საბჭოთა სპეცსამსახურებს. ამიტომ მოდი მოვაწყოთ დიდი მანიფესტაცია. როდესაც ერთ-ერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, სადაც ისევ ხას უსვა ეროვნული დემოკრატიული პარტია ილია ჭავჭავაძის საზოგადოება და მხედრიონი გარკვეულწილად იყო წინააღმდეგი ამ მიტინგის ჩატარებისა, მაშინ ბატონ ჯობას მოუყვანეს არგუმენტები გარდა ამ ორი პარტიისა სხვა პარტიების წარმომადგენლებმა, რომ ეს იყო ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი და უკვე ჯობა იოსელიანი წინააღმდეგი არ დასულა. მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ 23 ნოემბერს პრაქტიკულად ხელისუფლება იყო ჩართული, კომუნისტური მთავრობა იყო ჩართული გუმბარიძის მეთაურობით, რომ გამოყოფილიყო ავტობუსები, არ უნდა ყოფილიყო არავის თვალისთვის დამალული. მაგრამ მაშინ მართლაც ძალიან გართულებული იყო ვითარება, ცხინვალში მცხოვრები სეპარატისტების გარკვეული ნაწილი იყვნენ და მეცადინებულები, რომ მდგომარეობა გამწვავებულიყო. აქ დგებოდა ერთი საკითხი, რომ ბოლოს და ბოლოს ქართველ ადამიანს თავის ძირძველ მიწაზე უნდა ქონოდა იმის სიამაყე, რომ ის არის ბატონ პატრონი თავისი მიწაწყლის, მაგრამ საქართველოში ნებისმიერ სხვა ეთნოს უნდა ქონოდა კომფორტული პირობები. უკანასკნელი შეხვედრა ეროვნულ მოძრაობასა და ხელისუფლებას შორის 22 ნოემბრის საღამოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ გელაძის კაბინეტში მოხდა. მოლაპარაკებას შინაგან საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. რამირად დროს ჭითანავამ და გუმბარიძემ რა ვქნათ ჩვენ მოვიდეთ თუ არ მოვიდეთ. მევთხარი არახაც საჭირო ჩვენ მიმჯერებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება ალბათ არ ჩატარდება. მაგრამ არ დამიჯერეს და მოვიდნენ. მოვიდნენ და ნებადართეს მათმა მიტინგის ჩატარების. ისიც იმასაც კი შეფინდა რომ გამოუყოფდნენ 200 ავტობუსს სპორტ სასახლესთან 12 საათს უნდა შეკრებილიყვნენ და წამოსულიყვნენ მარშით უბრალოდ ავტობუსები ჩამოსულიყვნენ და ცხინვალში შევსულიყავით და ჩავეტარები აიქა მიტინგი, მშვიდობიანი მიტინგი ეწოდება. ავტობუსები როგორ იყო ეს სხვა საკითხია, რაც ეს სხვა თემაა. ვისგან იყო და როგორ იყო. მაგრამ სულ არ გამოეღოთ იმ ავტობუსებს ჩვენ ისე ვაკონტროლებთ სიტუაციას მაგათ ნებაზე არ იყო. ავტობუსებს ვაფშე ვაჩერებდით ჩვენ ქუჩაში, ყველა ძველი წამოიყვანდა. ვინ ეკითხებოდა? ჩვენ რასაც გვინდა დავძრავდით მაშინ ხალხს. ჩვენ ვიყავით არაფორმალური ხელისუფლება. ეს ხალხო ხდება 9 აპრილის მერე ჩვენ სიტუაციას განვაგებთ. ვინ ეკითხება იქ იმ ცეკას ვიღა გუმბარიძეს, ვინე გუმბარიძე აქეთ გვეკითხებოდა, ეშინოდა ჩვენ ვხედავდა რაც. თეგეს ავტობუსს ვინ ძროს ვეუნეო წამოვიდოდა. თეგე დაეკითხებოდნენ მაშინ თუ რა? არაფერი ესე იყო. ეხლა საწვავი როგორ ჩაასხეს და ვინ იმასხეს ეს სხვა საკითხია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხინვალის მისადგომებთან შეიარაღებული მოსახლეობა და ბოევიკები იყვნენ განმაგებულნი და თბილისიდან ერთობისა და მეგობრობის ეგიდით დაძრული მომიტინგეების ცხინვალში შეშვებას არ აპირებდნენ, კვლავ ძალაში იყო. ამდენად 23 ნოემბერს საქართველოში კიდევ ერთი ფეთქებად საშიში კერა გაჩნდა. დაძაბულობა იყო იდეოლოგიური კუთხითაც. 22 ნოემბერის იმ აქციის წინადღე მე გავატარე ქალაქ ცხინვალში. ლევან თედიაშვილის მერსედესით წავედით 3 კაცი. მივედით სიტუაციის დასაშოშმინებლად. ვიყავით პედინსტიტუტშიც, იქაურ კოლექტივს ვერაპარაკეთ და ვიყავით კვლევით ინსტიტუტში, ჩვენი აკადემიის კვლევით ინსტიტუტი იყო. იმათაც ვერაპარაკეთ. ნუ რაღაცა ყველაფერი იგზე იყო, ქონდა ტექსტი გამზადებული, რომელზეც უნდა მოგვეწერა ხელი. ნუ ეხლა იმათ ქვაგდეს თავი შეუშურეს არ მოაწერეს ხელი, ეს არის საქართველოს მიწა. ეს იყო. არა ხალ, ვინა პროფესორებმა, დოცენტებმა, არ მოაწერეს ხელი. ვერტყვეს ეს საქართველოს მიწა არ არის, ვერტყვეს, მაგრამ ხელი არ მოაწერეს ამას. ფეთქებად საშიში ვითარების მიუხედავად ხელისუფლებამ ეროვნულ მოძრაობას ამ მიტინგის ჩატარების საშუალება მაინც მისცა. მათაც უკან არ დაიხიეს და ხელისუფლების მიერ გამოყოფილი 200 ავტობუსით სპორტის სასახლიდან ცხინვალისაკენ დაიძრნენ.
იმიტომ რომ ნათქვამი იყო გამოცხადებული იყო მივდივართ და რომ გადათქმა უბრალოდ ეუხერხულად. ეს საპატიო მიზეზია, საპატიო მიზეზი სავსები. ადგილზე მიტინგის უსაფრთხოებისა და ფიზიკური ანგარიშწორების თავიდან აცილების საქმე, როგორც ხელისუფლების, ისე ეროვნული მოძრაობის ვიზირებით, მთლიანად მხედრიონსა და ჯაბაიოსელიანს დაევალა, რომელსაც მაგალითად ცნობილი ბორჩალოს ინციდენტის დროს ეთნოკონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გამოცდილება ჰქონდა. ამდენად მხედრიონი ცხინვალში რამდენიმე დღით ადრე გაემგზავრა. მე ვერ გეტყვით და არ ვიქნები მართალი, რომ გითხრათ ამის შესახებ არ იცოდა მეთქი მაშინდელმა ცეკამ და ვთქვათ შინაგანი საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ მაშინ პრაქტიკულად ყველაფერი ღია იყო. მაშინ ჯაბაიოსელიანმა ითავა ამ მიტინგის მშვიდობიანი მხარე. უზრუნველყოფა იმისი, რომ იქ არ მოხდებოდა ვთქვათ ესკალაცია. ამისათვის მან ბატონმა ჯაბამ წინა ხანებში ცხინვალში გაგზავნა რამდენიმე კაციანი ჯგუფი. მათ დაიკავეს ლენინის მოედანზე ერთ-ერთი შენობის პირველ-მეორე სართული, რა თქმა უნდა ეს იყო ინკოგნიტოდ. ასევე ამავე მოედანზე იყო ხუთსართულიანი შენობა, რომლის ერთ-ერთი ბინის ფანჯარა გადაყურებდა ლენინის მოედანს და ამავე ხუთსართულიანი შენობის სახურავზე მოაწყვეს სათვალთვალო პუნქტი. იმისათვის, რომ ყველაფერი მართლაც მშვიდობიანად დასრულებულიყო და საპირისპირო მხარეს მყოფი ეგზალტირებული მასები ერთმანეთს არ დატაკებოდნენ, ასეთი გეგმა შემუშავდა. იქ შევთანხმდით, რომ ესე იგი თვითონ არაფორმალური ორგანიზაციების ლიდერებმა, ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელობამ შევთანხმდით, რომ არ შევიდოდნენ ცხინვალში უჩვენოთ, შემოვიდნენ ერგინეთია სოფელიკა პირველი სოფელი, სადაც შევდივართ, იქ სახელმწიფო ინსპექციის პოსტთან გაჩერდებოდნენ, მე იქ დავხვდებოდი და გამოვთანდით მიტინგს შემოგვიერთებოდა ცხინვალის ქართველი მოსახლეობა და რუსი მოსახლეობაც. მე სიმართლე გითხრა არ ჯობარდეს, იქ არ შევიდოდნენ, იქამდე თუ მივიდოდნენ, მე იქიდან დაიძრებოდნენ. ამიტომ მე დილით ადრე წავედი, ჩავიყვანე იქ შინაგანი ჯარები, ჩავიყვანე ჩვენი ქართული მილიცია თბილისიდან გადავისროლე ჩვენი ძალები და გადავკეტე ერგინეთთან სამუშაო, რომ იმისკენ არ წასულიყვნენ. მე მოვიდნენ ესენი მოვიდნენ აქედან თბილისიდან დაახლოებით პირველ საათზე 2 ნახევარზე და აიღე მიმორჩიდნენ და დაიწყეს გადასვლა ცხინვალში. რა შეიძლება? ახლა ხო, ჭკვიანი კაცო ზამბი. რა. კაცო, მომის ეს ჭკვა. აი თუ გინდ ახლა შემეთა ქართველები რაც ქვია რომ მოიწოდოთ ეხლა რომ აი ჩვენ შოთა გორგოძეს უთხრით და ყველა შემთხვევაში ჩავთ გორგოძე მაშინ თქვა რომ აი შეიძლება შინაგანი ჯარის პოლკმა გადაკეტოს ასე იგი ცხინვალის თუ ახლა გადაკეტავს მაშინ რა თქმა უნდა ახლა პოლკს ხوار დავეჯახებოდ ომს ხوار დავიწყებდით რა ცხადია მაშინ იძულებული ვიქნებოდით შესასვლელთან გარკვეული ის ჩაგვეტარებინა რაღაცა ისა ახლა ყველანაირ სცენარს ვთვლიდით ჩვენ ამასობაში ერგინეთთან მოწყობილი პიკეტი რატომღაც მოიხსნა და თბილისიდან მომავალი ათეულათასობით მომიტინგე საპირისპირო მხარეს მყოფი შეიარაღებული მასისა და რუსეთის არმიის ნაწილების პირისპირ აღმოჩნდა. ეროვნულ მოძრაობას ცხინვალისაკენ მოულოდნელად გზა გაუხსნეს. მოვერიდეთ აქ პირდაპირ ჯართან დატაკებას, რაც მე მგონი თქვენ ყველა ვხვდებით რომ სწორია და საჭიროა ჩვენი არ დგომა, ჩვენ რომ დავეტაკოთ ეხლა ამ ჯარს, რუსის ჯარს, თქვენი თვით რა მოხდება? შეიძლება მოვერიეთ ცოტა შორის. აი ამ ნაწილს რომელიც აქ დგას. ჩვენ არ გავხსენეთ. ჩვენ გავახსენეთ უბრალოდ გადავიხადეთ საერთოდ. გავიდნენ და წავიდნენ, მაგრამ იქ შესაძლოა და დახვდა რუსი მოსახლეობა და იქ მივარდი მაშინ მე პედაგოგიური ინსტიტუტის ხალხის ალიკა ცხოვრება და სხვა შეიკრიბნენ და მე მითხრეს რომ აუცილებლად ცხოველი ატყდებოდა თუ არ დაიხევდნენ ჩვენი მომიტინგეები. შევხვეწე რომ გაეშვა და ჩაეტარებიათ მშვიდობიანი მიტინგი. არავითარ შემთხვევაში არ გამოვიო მითხრეს გესვიათ იმ წუთში როგორც შემოხალდა. პირობა იმის შესახებ რომ პოლიცია გააკეთებდა კორდონს და მიტინგს არ შეუშვებდა მეორე მხარეს არ შესრულდა. გაიხსნა ეს გზა და პირისპირ აღმოჩნდნენ რუსები, მათი აგენტურა ცხინვალში და
ცხინვალის სეპარატისტები და პრაქტიკულად ისე დაიძაბა ვითარება, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ხელჩართულ ჩხუბში წასულიყო. იყო ყვირილი, იყო სიტყვიერი შეხლა შემოხლა, მაპატია და გინება ძალიან დაიზაფრა და დაიძაბა ვითარება. ამ მიტინგების ლიდერებს წაართვეს საბაბი, რომ უკან წამოსულიყვნენ. გესმით? ესენი წავიდნენ წმინდა პროვოკაციაზე. სხვათა შორის პროვოკაციაზე რომ მიდიოდნენ, იქიდანაც ჩანდა, რომ ავტობუსები, იკაროსები მთავრობამ მისცა ამ ღონისძიებას. როდესაც ძალიან დაიძაბა ვითარება, მე გულვარიძეს თავდევასაკეთდა. ხო გითხარით მე, რომ არ შეიძლება საყვარელი ხალხიც იქ. რატო გააკეთეთ, რომ მოუყავთ ავტობუსები და ჩამოიყვანეთ ამდენი ხალხი. და დაძაბეთ ვითარება და ახლა მისცემელი მიდის საქმე. რატომ აკეთებთ ამას, თუ პატრონები ხართ, ხელმძღვანელი ხართ. გამიყონა უნდა ისლამით რა. არაფერში მე არა ვარ, დავალება იყო მოსკოვიდან. მე რომ დავალება წავიდა მაინც მარტო ხარდეს და მისი დავალება ხარ. მე რომ დავალება შევარდნადა და მითხრა სწორი ხარ. შევარდნადა დავალება. ვინც ყველაფერს ამას ორგანიზება გაუკეთა, მე ვგულისხმობ სპეცსამსახურებს. ისინი ელოდებენ, რომ ჩვენ დავეტაკებოდით ამათ. და რა თქმა უნდა, რომ დავეტაკებოდით, ეხლა ჩვენ იმხელა მასა ვიყავით, გავიტანდით ეხლა რაღაც ერთ ჯგუფს, ამას მოყვებოდ აყალმაყალი, ჩხუბი, სისხლისღვრა და აი მერე უკვე იქ ცხილაში ხო წარმოგიდგენთ, მთელი ოსები კიდე გამოვიდოდნენ და ერთი ამბავი სრულად ატყდებოდა და აი მერე უკვე შემოვიდოდა, ესე იგი, შინაგანი, აი ამაზე იყო გათვლილი, მაგრამ ჩვენ ამაზე არ წარმოვეკეთ. ჩვენ ეს აი სვაჩოს ჩვენ ყოველთვის როცა იქ პროცესი ხდებოდა გავდიოდით და ვიკრიბებოდით და თათბირობდით ავტობუსში იმაში მე არ დამოვიწყო და ჩვენ თქვით რომ ეხლა მოდი თავი შევიკავოთ არ გვინა რაღაც ის აუთა შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე გართულება და რო გავიდა 1 საათი თუ რაღაც დრო გავიდა და მიხვდნენ უკვე რუსები რომ ჩვენ არ წავიდოდით და ამ პროვოკაციაზე მერე უკვე შემოიყვანეს პოლკი ეს შინაგანი ჯარის ის ჩადგა და იქითაც ხალხი დადგა უკვე მოემატა ცხინვალის მხრიდან ოსები აქედან ესე იგი ჩვენი ეს კოლონა და ამა მიიღო უკვე სუსხვა ხასიათი უკვე შებინდებისას ძმებისა და ერთობის მიტინგის ჩასატარებლად თბილისიდან დაძრულმა 15,000-მდე გაურკვევლობაში მყოფმა მომიტინგემ და მათმა ლიდერებმა ოსური მხრიდან მორიგი შემოთავაზება მიიღეს. ჯაბა იოსელიანმა ცხინვალში მაცხოვრებელ და შემოგარენში მაცხოვრებელ ოსი ინტელიგენციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ 300 ადამიანი მათგან და 300 თბილისიდან ჩასული მომიტინგე შეხვდებოდა ერთმანეთს თეატრის შენობაში. ამ წინადადებაზე მაშინ ზვიად გამსახურდია მოარი თქვა. ჯაბამ ეს თქვა, ესე რომ თქვათ კეთილი გაზრახვით რომ მოდი ხოდა და ისინი დათანხმდნენ რომ ოსები უკვე იძახდნენ რომ ადამონი ხასის ხალხი იყო რომ აი კი ბატონო 300 კაცი თქვენგან შემოვიდეს და სადა ერთობლივი ის გავმართოთ მაგრამ აშკარა იყო იქ უკვე ცხინვალში რა ხდებოდა იცით იქ იყო ისტერიკა ისტერიული სიტუაცია 300 კაცი კი არა 10 კაცის და რამდენიც არ უნდა ყოფილიყო 400-500 შესულიყო იქ შიგნით ჯერ დაუწყებდნენ ქვების როლას მე დაესეოდნენ შიგნით წავიდოდა ჩხუბი იმ დარბაზში მე აქედან იხულებდა ეს მასა რა თქმა უნდა და წავიდოდა ესე იგი ეს იქნებოდა აი რო იტყვიან ხორცის საჭყლეტი მანქანა შეიქმნებოდა მაშინ მე ვთვლი რომ ვინაიდან იქამდე მოვიდა საქმე თეატრში შეხვედრა უნდა მომხდარიყო რაც შეეხება მოხდებოდა თუ არა ჩახოცვა ადამიანების მე თავშივე ვთქვი რომ იქ იყო ყველა ზომა მიღებული საიმისოდ რომ პროვოკაციები იქნებოდა უკვე ადგილზე აკვეთილი. მე შემთხვევით არ მიხსენებია სათვალთვალო პუნქტები, აი ეს ბიჭები, რომლებიც იყვნენ მზად იმისთვის, რომ არც ერთი მხრიდან არ დაღვრილი იყოს სისხლი. ეროვნულ მოძრაობას არც გამოცდილება და არც ესე იგი ასე ვთქვათ პოლიტიკური სიბრძნე არ ყოფნიდა იმისთვის, რომ პროცესი ემართა ისე, რომ ამას მასშტაბური დაპირისპირება არ მოვალოდა. სამწუხაროდ მოყვა მასშტაბური დაპირისპირება, რასაკვირველია ჩვენ
გავითვალისწინეთ, რომ ამაში ჩართული იყო რუსული KGB, რომ ამას უნდოდა რომ დაპირისპირება მომხდარიყო, რომ ის ესე იგი ცხინვალში მდგარი ვერტმფრენთა პოლკის უმცროს ოფიცრებს, რომლებიც ერთად ოსები იყო, ესე იგი მათ ისინი გამოიყენა როგორც ინსტრუქტორები, თქვათ აი ამ ოსური დაჯგუფებებისა, რომ იარაღი გადასცა ამ დაჯგუფებას, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ეს პროცესი, თვალსაჩინო და ესე ვთქვათ ეს ერთ დღეს არ მომხდარა. და აი ამ ფონზე ესე იგი მაშინდელი ხელისუფლება პრაქტიკულად იყო სტაგნაციის მდგომარეობაში. ერთი ესე იგი ვარაუდია ჩემი რომ ეს იყო უბრალოდ საბოტაჟი, ხელოვნურად შექმნილი, სპეციალურად ეკეთებოდა დაძაბულობა გაზრდილი იყო და დავალება ქონდა ასეთი მოსკოვიდან ნავალს და მეორე ალბათ ის იყო რომ თანიცები რა გაიგო. ეს კიდევ უარესი. იმ საღამოს მშვიდობიანი მიტინგისა და მოლაპარაკებათა გამართვის ნებისმიერი მცდელობა კრახით დასრულდა. ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მიმიტინგეთა ერთი ნაწილი სახლში დაბრუნდა. ხოლო მეორე ნაწილი იქვე რესტორანში დათვრა, იდებოშა. ორთქლი გამოუშვა და საკუთარ თავზე საკმაოდ არასასურველი მოგონება დატოვა. იმ საღამოს ოსმა სეპარატისტებმა გამარჯვება იზეიმეს, ხოლო ცხინვალის შესასვლელში სატვირთო თვითმცლელებზე ამხედრებული ბიჭები თითქმის ეროვნულ გმირებად იქცნენ. 23 ნოემბერი აღმოჩნდა უბრალოდ ესე ვთქვათ კიდევ ერთი რგოლი იმ დაძაბულობის ესკალაციის, რომელიც იყო მართული და რომელიც მიდიოდა ყოველდღიურად და ბოლოს სამწუხაროდ ჩვენ მივედით ასე ვთქვათ სისხლისღვრელ კონფლიქტამდე. 23 ნოემბრის აქციის შემდეგ შიდა ქართლის რეგიონში ძველი წელთა რიცხვა დასრულდა და ახალი კონფრონტაციული ცხოვრება დაიწყო. ახალი სისხლითა და მსხვერპლით. მანამდე კი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ინიციატივა ქალაქ ცხინვალის საზღვართან მერაბ კოსტავა საზოგადოება მეტვირთა ვაჟა ადამიანის ხელმძღვანელობით, ხოლო რეგიონის სიღრმეში მდებარე ქართულ სოფლებში და თვით როკის უღელტეხილამდე ხედრიონი იყო განლაგებული. დაიწყო ასევე ახალი კონტაქტების ძიება ადგილობრივ ავტორიტეტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. ჩვენ მენძალები აქვს და ყველა სოფლებში დაგვეყენებია მილიცია, ისინი ჩადგენ და იცავდნენ რომ გადასხდნენ ერთმანეთს რუსი და ქართული მოსახლეობა. არანაირი ეგეთი დამოკიდებულება გინდათ რომ შევადეთ და ომი დაიწყოთ არ არსებობდა. არც ისინი არ იყვნენ მზად იმისათვის რომ ჩვენ ახლა ბრძოლა დაგვეწყო დილგორის რა. აქ იყო დამოკიდებულება რომ რა გინდათ ჩემთან სახში რატომ მოდიხარ იმისი დამოკიდებულება. ეუბნები შენთან სახში კი არ მოვდივარ კაცო, მოდი მოვილაპარაკოთ სადა ვართ საერთოდ რა. შენთან სახში შეიძლება სტუმრად მოვიდე, მაგრამ საქართველოში ყველანი ერთად არის. და ამიტომ ჩვენ ერთმანეთთან უნდა რაღაცა ურთიერთობა დავამყაროთ, ხო? უნდა დავძლიოთ. შინაგანი ტკივილი, რომელიც ორი მხარეს აქვს ალბათ. დავძლიოთ უნდა. დავძლიოთ. დაიწყებას ვერ მოხდება. ჩვენ თავს უნდა მოვიაროთ. ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის. 100 თუ ისია, ეს ხალხი აქ იცხოვრებს. ჩვენი მეზობლები არიან. ჩვენი ძაღლები ცხოვრობენ. უცხოვრია და იცხოვრებენ. და უნდა მოვიაროთ. ვარენად შინაგანად უნდა მოვიაროთ. და უნდა დავძლიოთ და დაიხსენოთ კეთილი. ყოველ კეთილი. ალბათ იყო კეთილი ჩვენ ურთიერთობაში რა.